სასამართლო ქრონიკა საპროტესტო აქციებიდან დღემდე 2 თვე და 15 დღე ზუსტად ამდენი ხანი გრძელდება დემონსტრაციები და პროტესტი ქუჩაში. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფომ 1700-მდე მოქალაქეზე გამოაცხადა დევნა. საიას დათვლით ადმინისტრაციული საქმე უკვე შეეხო 1600 პირს. სისხლის სამართლის წესით ბრალდება წარდგენილი აქვს 60-ზე მეტ ადამიანს, ჯარიმები კი 9 მილიონს კარგა ხანია გასცდა. ვის ასამართლებს ივანიშვილის სასამართლო დღეს ქუთაისში. მათ შორის არიან ფსიქოლოგები მაია ცირამუა და ქეთი ფილაური. ასევე არის მუსიკოსი ნინო ქათამაძე. განსასჯელის სკამზე არის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა. არიან ჟურნალისტები გელა მთივლიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე, ეკა კუხალაშვილი და აქტივისტი ირინა ზარანდია. განსასჯელის სკამზე არის ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე. ეს ხდომა დაიწყო დილის 12 საათზე და მასზე დასწრების მსურველი აშკარად ბევრი იყო. ფაქტია, სახელმწიფომ სასამართლოზე დაიბარა ის პირები, რომელთაც პირდაპირ შეხება აქამდე არასოდეს ჰქონიათ სამართალ წარმოებასთან. სადარ უმღერია, მაგრამ კონცერტი სასამართლოში არასოდეს ჰქონია, თქვა ნინო ქათამაძემ. სახელმწიფოს მიერ კანონის დამრღვევა და აღქმულების ხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნის ფონზე შევიდნენ. მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი ხმა მუსიკის, მეორე სიმართლის ხმა. რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მეორე ხმა ეკუთვნის 690,000 სოციალურად დაუცველ ადამიანს, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს. ჩემი ხმა ეკუთვნის აფხაზ მეგობრებს, რომელსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის განმავლობაში წამებაში ამოხადეს ჩვენს დებს და ძმებს სული. ბოლოს ამ ტკივილის შემდეგ ადამიანმა დაიწვა თავი. ასე დაიწყო დღეს სიტყვას ხდომათა დარბაზში მომღერალმა. მოდი მოვისმინოთ ერთი ეპიზოდი. ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს, ჩემი გასტროლების დროს მე ვნახავს დედები, რომლებსაც 20 წელი შვილი არ ვნახავს. ჩემი ხმა ეკუთვნის იმ დედებს, რომლებსაც კანონით აქვს დაჭერილი შვილები. ყველა უსამართლო ევლიან ახოს ეკუთვნის ჩემი ხმა, რადგან ასეთია ჩემი პროფესია. ხელად გეტყვით, რომ ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომლებიც დღეს ჩვენ არ შევყოლიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ყველა მოვლენის გათვალისწინებით ზიას, რომელიც იმ დღეს 14 დღე შიმშილობდა, მას ჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენი ის ხმა იქ გავაგონეთ და იქიდან გავაგონეთ, სადაც ჩვენ გვაგონებოდა, რომ იქ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა. თავისუფლება მზია ამაღლობელს ეს შეძახილი ისმოდა დარბაზშიც და დარბაზ მიღმაც. ეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელს სოლიდარობა გამოუცხადა დღეს ხდომაზე ადვოკატმა ანა ჩაფიძემ. შეძახილებს მოჰყვა მოსამართლის რეაქცია, რომ მიტინგზე არ იმყოფებოდნენ და თუ კი ასე გაგრძელდებოდა, დარბაზს დაატოვებინებდა სხვებსაც. საქმეს დაუბრუნდით, ასე ამბობდა მოსამართლეს ხდომაზე და ადვოკატი მიუთითებდა, რომ ეს სწორედ საქმეს ეხებოდა, რადგან სავარაუდო სამართალდარღვევის საქმის მოტივი სწორედ მზია ამაღლობელისთვის გამოცხადებული სოლიდარობა იყო. თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ კანონურ პატიმარს, რომელიც დღეს ეხლა იმყოფება, ეს რელევანტურია. განცხადება არის ეს, იმიტომ რელევანტური არა საქმესთან დაკავშირებული მოტივია, სავარაუდო სამართალდარღვევის მოსამართლე ციცინო მოსიძე ამ წუთებში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. ეს სწორედ პირდაპირი კადრია ქუთაისიდან, მას გთავაზობთ ეთერში. ქეთევან ფილაური ცნობითის ადმინისტრაციულ სამართალდამცავად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული საფრთხის სახით შეეფარდოს ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით. ნინო ქათამაძე ცნობითის სამართალდამცავად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული საფრთხის სახით შეეფარდოს ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით. ეკა კუხალაშვილი ცნობითი სამართალდამცავად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის
174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ირინა ზარანგია, ცნობილი სამართალ დამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მაია ცირამოა, ცნობილი სამართალ დამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გოჩავა შატმაძე, ცნობილი სამართალდამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ივი ცინცაძე, ცნობილი სამართალდამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ვლადიმერ აფხაზავა, ცნობილი სამართალდამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გელა უქივლიშვილი, ცნობილი სამართალდამღვრევა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამღვრეთა კოდექსის 174 პრიმამურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელი სახით შეაფართოს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. განემატოთ სამართალდამღვრევებს, რომ დაკისრებული ჯარიმა უნდა გადაიღადოს შეხვედრის ანგარიშებში, ანგარიშის ნომერი მითითებული იქნება. დადგენილების ასლი გადაეცეს სამართალდამღვრევებს და დამღვრევის თორდის შემდეგ. დადგენილება მხარეებმა შეიძლება გაასარჩიონ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მისამართზე ქუთაისი ნიუკორტის ქუჩა ნომერი 32, ქუთაისის სახალხო სასამართლოს მეშვეობის მისამართზე ქუთაისი კუტრატის ქუჩა ნომერი 6. მხარებს უფლება გაქვთ ასევე დაეწყოთ სასამართლოს კომისიას და გამოთქვას მათი შენიშვნები. ხომა დასრულებული არის როგორც მოისმინეთ, მოსამართლე ციცინო მოსიძემ ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა ფსიქოლოგებს მაია ცირამოას და ქეთი ფილაურს, მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას, ჟურნალისტებს გელა მთივლიშვილს, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს, აქტივისტს ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს გივი ცინცაძეს. როგორც ჩანს, მოსამართლემ იხელმძღვანელა 6 თებერვალს ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით და უკუძალით 26 იანვარს გამართულ აქციაზე გაავრცელა ჯარიმის სახით დაწესებული 5000 ლარი, ვინაიდან მუხლი, რომლითაც აი ამ 9 ადამიანს ედავებოდნენ, არ ითვალისწინებდა ამ დრომდე ჯარიმას, ის მხოლოდ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. თუ კი გაკეთდება კომენტარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, კომენტარები ჩვენ ცხადია, მას მაყურებელს პირდაპირ ეთერში შევთავაზებთ. სასამართლოს ხდომის მიმდინარეობის დროს კი რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს ჰქონდა ადგილი და ერთ-ერთს მივაქციეთ ყურადღება. ამ დარბაზში დღეს შეძახილების და ტაშის გარდა ისმოდა სიცილიც. აი მაგალითად სიცილი ვერავინ შეიკავა მაშინ, როდესაც მოწმე პოლიციელს ეკითხებოდნენ, თუ კი სამართალდარღვევა დააფიქსირა მან მოსამართლის სახლთან მიმდინარე აქციის დროს, მაშინ რატომ არ აღკვეთა ის ადგილზევე? აქ პოლიციელმა ფაქტობრივად თქვა, რომ ის თავისით აღიკვეთა, რადგან აქცია მალე დამთავრდა. იქვე დაამატა, რომ თავად სტუმრებს სახლში შეიპატიჟებდა. რატომ არ მოიმოქმედა იმ შემთხვევაში, როცა თვლიდა, რომ სამართალდარღვევა იყო? რა გახდა ამის საფუძველი? დაიწყეთ ამოწურა პალტოკლები, ბატონო. ერგაიკე, სამართალდარღვევა უნდა აღიკვეთა. ხო. ხო, აღიკვეთა თავისი. თავისი დაიკვეთა. ხო.
აღიკვეთ ამაში რატომ ითხოვთ მათ დაჯარიმებას იყო ასეთი რეპლიკები და კომენტარები დარბაზში. ახლა ვთქვათ რა ეპიზოდს ედავებოდნენ ამ მოქალაქეებს. საქმე ეხება 26 იანვარს ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართულ აქციას. მიზეზი იყო ის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მზიამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების გადაშენის სინჯვის საქმე და ძალაში დატოვა მისი პატიმრობა. სწორედ ამას აპროტესტებდნენ მოქალაქეები ოქროპირაშვილის სახლთან. აქციაზე, რომელსაც ედავებოდნენ მოქალაქეებს, არ მისულა პოლიცია, მათ მიუღიათ იქ პოლიციის მხრიდან ყოველ შემთხვევაში გაფრთხილება და ეს აქცია გაგრძელდა, დღესაც ითქვა, რომ გაგრძელდა დაახლოებით 9 საათს. ამის შემდეგ სისტემამ იფიქრა დაახლოებით 10 დღე და პოლიციამ რეაგირება გადაწყვიტა 6 თებერვალს. სწორედ 6 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ოცნების პარლამენტმა. მოსამართლის სახლთან აქციის გამართვა ამ დრომდე მხოლოდ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ცვლილების შემდეგ კი მას დაემატა 5000 ლარიანი ჯარიმა ან 60 დღემდე გაზრდილი ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა. ვინაიდან ეს ცვლილება ერთ ნაწილში არის შემსუბუქებული, ანუ ჯარიმის ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილში გამკაცრებული 60 დღემდე, დღეს იურისტებიც მსჯელობდნენ, აქვს თქონდა თუ არა უფლება მოსამართლეს ის უკუძალით გაევრცელებინა 26 იანვარს გამართულ აქციაზე. ჩვენ მოვისმინეთ ციცინო მოსიძის გადაწყვეტილება, თუმცა არ მოგვისმენია მისი განმარტება, რა ლოგიკით დაადგინა მან, რომ მისი კოლეგის სახლთან გამართული აქციის დროს მუსიკოსმა, მასწავლებელმა, აქტივისტმა, ჟურნალისტებმა და ფსიქოლოგებმა ჩაიდინეს დანაშაული და იმსახურებდნენ 5000 ლარიან ჯარიმას. ჩვენ ველოდებით კომენტარებს და განცხადებებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან და მოკლედ ქუთაისს აუცილებლად მივუბრუნდებით გადაცემის მსვლელობისას, ჩვენ გვექნება ჩართვა ქუთაისიდან. ამასობაში დღეს ხალხმრავლობა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. ჩვენ ვნახეთ აქ ასევე მოგიყვებით ვის ედავებიან დარღვევას. თუ გვაქვს საშუალება ქუთაისში თუ კეთდება კომენტარები, შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ იქ განცხადებები, როგორც მაყურებელმა იცის. აი ნინო ქათამაძე აკეთებს კომენტარს მას თავაზობ პირდაპირ. მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. აი სასამართლო პროცესმა რა. ერთი კითხვა, ბატონო. ადვოკატები ძალიან კარგად, ფანტასტიკურად მომზადებულები იყვნენ ადვოკატები. მე გულწრფელად გეტყვით, არ ჩამითვალოთ რაღაცა ნაიურობაში, მაგრამ მე ისიც არ ვიცოდი თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, რაღაცა ბოროტი, რაღაც დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შენ ასე ვთქვათ, შენ დანაშაულება, ასე ვთქვათ, ფიქსირებული ყოფილიყო იურისტებიც და აუცილებლად მინდა თქვა ქალბატონ მოსამართლეზე, რომ აუცილებლად მინდა დაუფასო მას, რომ არც ერთი ჩვენი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოწმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს, კი, იმიტომ რომ იქ იყო ხმაური, რა თქმა უნდა, ეხლა ამ 6 საათიანი პროცესი იყო. ვიცი რა, ალბათ მადლობა გვეთქმის, იმიტომ რომ ჯარიმა არ იყო, ჯარიმა გამოიყენეს და არ გამოიყენეს 60 დღე ჩვენს მიმართ, თუმცა ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული ქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვიღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთიანად შევძლებთ ისეთი სასამართლო სისტემა გქონდეს, სადაც ყველა ჟავრდებული იმედი იქნება ეს სახლი. პროცესმა მადლობა. ალო, მე შემიძლია. აჩ მე ვიქნები და ეკა ფხაკაძეს ხმა ისმოდა, მას დავუბრუნდებით, ცხადია ცოტა ხანში 75 დღეა მოკლედ საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიცია მიძალა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ და ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს არც ერთი დაკავებული. სამაგეროდ ნახეთ გზის გადაკეტვისთვის ჯარიმები, გაზრდილი ჯარიმები 500-დან 5000 ლარამდე, ორგანიზებისთვის 5000-დან 15000
20,000 ლარამდე და ასე შემდეგ. ახლა კითხვა რა გავლენას იქონიებს ოცნების რეპრესიული კანონების საპროტესტო განწყობაზე. ამერიკის შეერთებული შტატებს დასანქცირებული ივანიშვილის მიზანი მხოლოდ მოქალაქეების დაშინება თუ ბიუჯეტის შევსებაც იმ ფონზე, როდესაც დასავლურმა პარტნიორმა ქვეყნებმა შეაჩერეს დახმარებები, შესაძლებელია აქ ერთი სწორი იყოს პასუხი და მეორეც. ვინც ტელევიზორით გვინახავს, ყველა განსასჯელის სკამზეა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, დასაჭერი კიდევ ბევრია და უკვე ცნობილია იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ოცნებიდან თეა წულუკიანი, თერგის შანმარაშვილი, ალექსანდრე ტაპადაძე, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია. ისევ ოცნებიდან, მაგრამ ფსევდოოპოზიციის სახით ხალხის ძალიდან სოზარ სუბარი და გურამ მაჭარეშვილი და კიდევ მეორე ფსევდოოპოზიციური ჯგუფი ევროპული სოციალისტებიდან ილია ინჯია. მოკლედ, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ დასაჭერი ჯერ კიდევ ბევრია და ახლა უკვე ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც აპირებენ ისინი მუშაობას და თან არ მალავენ, რომ შესაძლოა შემდეგ უკვე პროკურატურაშიც გადავიდეს ეს საქმეები.